თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარა ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი კი მძიმე დაშავდა. ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია მიიჩნევს, რომ შემთხვევა აუცილებლად უნდა გამოიძიონ, რათა ავარიის ზუსტი გამოწვევი მიზეზი დადგინდეს. მისივე განმარტებით ასეთი მონაკვეთები, სადაც ავარიები ხშირად ხდება, შავ წერტილებად უნდა გამოცხადდეს და ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის გამოძიება უნდა მოხდეს. Კონკრეტულად ამ გზის მონაკვეთზე, სადაც ეს პრობლემა შეიქმნა, უნდა ჩატარდეს ინსპექტირება, რომელიც უნდა ჩაატაროს შესაბამისმა ექსპერტებმა და გეტყვით იმას, რომ ესე წინასწარ რომ თქვათ, მაგალითად თურის გამო არის მომხდარი, შეიძლება იწერებოდნენ Facebook-ზე, რომ ეს ოქსის საფარის ბრალი და ასე შემდგომ, ეს ესე არ არის, ვინაიდან შეიძლება ყოფილიყო მეტეოროლოგიური პირობები, იგივე ნისლი, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის კონკრეტულად ამ მონაკვეთებში და მე პირადადაც ბევრჯერ მინახია, რომ ნისლში გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელი იყო ხოლმე. ასევე დიდი პრობლემას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული ჩაძინება ტრაილერის მცხოვრებისთვის, ანუ გადაღილობის პრობლემა, ესეც შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო და ვფიქრობ, ამას უნდა გამოკვლევა და დადგენა, რაც შეეხება თვითონ უშუალო ჩავწერტილებს. თუ გზა არის გზების დეპარტამენტის კუთვნილებაში, რა თქმა უნდა, გზების დეპარტამენტმა უნდა ჩაატაროს, თუ მუნიციპალიტეტს ეკუთვნის ამ შემთხვევაში ატარებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, იქ ხდება შეფასება ამ გზის მონაკვეთის შესაბამისად რა ნიშნებია დაყენებული, როგორი მოსახვევია, როგორია გზის საფარი, იყო თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემა და თუ დამტკიცდება ის, რომ ეს იყო ინფრასტრუქტურული ბრალი და გზის მონაკვეთის ბრალი, ამ შემთხვევაში იგი იქნება, ესე რომ ვთქვათ, შავ წერტილად აღიარებული. თუმცა ჩვენი კანონმდებლობას ითვალისწინებს იმ ადგილებში, სადაც საგზაო შემთხვევაში 4 ან მეტი ადამიანის დაღუპვა ხდება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს ადგილი არის შავი წერტილი და უნდა მოხდეს მისი შეფასებაც.